საქართველოს კორუფციის აღქმის ინდექსში 175 ქვეყანას შორის 52 ქულით 50 ადგილზეა. ინფორმაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ავრცელებს. ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ბოლო 3 წლის განმავლობაში ქვეყანაში კორუფციის აღქმის დონე სტაბილურია და ამ პერიოდში მნიშვნელოვანი პროგრესი ან უკუსვა ამ მიმართულებით არ მომხდარა. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს მთავრობას რამდენიმე სახის რეკომენდაციასაც სთავაზობს. მათ შორის დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სამსახურის და საზედამხედველო და მარეგულირებელი ინსტიტუტების შექმნა. საქართველოს 2014 წლის კორუფციის აღქმის ინდექსი ემყარება 6 სხვადასხვა ავტორიტეტული ორგანიზაციის კვლევას. ესენი არიან ბერტელსმანის ფონდი, მსოფლიო ბანკი, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი, ეგრეთ წოდებული კანონის უზენაესობის ინდექსი, Global Insight და Freedom House. აი ამ ორგანიზაციების საყოველთაოდ აღიარებულ და ავტორიტეტულ კვლევებს ემყარება 2014 წლის კორუფციის აღქმის ინდექსში საქართველოს შედეგი და ქულა. ეს შედეგი არის ძალიან კარგი და ეს შედეგი ჩვენ გვაქვს უკვე ბოლო რამოდენიმე წლის განმავლობაში, თუმცა ყველანი ჩვენ საზოგადოების წარმომადგენლები ვფიქრობდით, რომ ქვეყანაში ჯერ კიდევ არსებობს კორუფციული რისკები და ძირითადად ელიტურ კორუფციასთან დაკავშირებით და ამ მიმართულებით ჯერჯერობით მთავრობა არ არის ეფექტური, ზუსტად ამიტომ ჩვენი ადგილმდებარეობა აი ამ სხვა ქვეყნების რეიტინგში არ იცვლება.